ტერიტორია ღმერთისა და ბუნების საჩუქარია. ნამდვილი განძია, რომელსაც მოვლა პატრონობა სჭირდება. თავობიდან თავობაზე გადმოდის იმედი და რწმენა იმისა, რომ საქართველო გაბრწყინდება და ჩვენც ველოდებით. ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე. იქნებ მართალი იყოს. იმაზეც მიფიქრია თუ რამ უნდა გააბრწყინოს. თავისთავად ხომ არ გაბრწყინდება. 4 აუცილებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის ბუნებრივი სიმდიდრე გვაქვს. ერთად თავმოყრილი ზომიერად, რაც სხვა ქვეყნებს არ გააჩნიათ. ესენია ჰაერი, წყალი, მიწა და სითბო. ამათგან წყალი უმნიშვნელოვანესია. იმ ნაფიქრალიდან რა გააბრწყინებს საქართველოს, საკმარისი აღმოჩნდა მიწისქვეშა სასმელი წყლის უზარმაზარი მარაგები, რომელიც კვლავ წარმოებადია და რომელიც უხვად გვაქვს. მსოფლიო უკვე განიცდის სასმელი წყლის მწვავე დეფიციტს. წყალს სულ უფრო და უფრო მეტი ფასიედება. თუ დღეს უწყლობით ყოველწლიურად 5 მილიონი კაცი კვდება, 10 წლის შემდეგ 7 მილიონი გახდება. ვინაიდან ჩვენ გვაქვს მიწისქვეშა სასმელი წყლის უზარმაზარი მარაგი, რაც შესწავლილია და ციფრებშია გამოხატული, ჩვენ უდიდესი სიმდიდრის ფლობელებიც ვართ. უფრო მეტი ვიდრე გაზისა და ნავთობის ქვეყნები. ამ და უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს მიწისქვეშა წყლებით. ისინი დიდი ხანია გამოთქვამენ სურვილს და მზად არიან მოახდინონ სასმელი წყლის რეალიზაცია. მაგრამ რატომღაც საქართველოში ეს საკითხი ადგილიდან არ იწვრის? ჩვენ უნდა დავწერათ ადგილიდან ეს თემა. თუ გვინდა საქართველო გაბრწყინდეს. ამრიგად ჩვენ გვაქვს წყლის სიმდიდრე, ჩვენ გვყავს მყიდველიც და გვაქვს ფულიც. საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პროგრამა უკვე დაწერილია და რაც უფრო სწრაფად დავიწყებთ მის განხორციელებას, მით უფრო სწრაფად დადგება ქვეყანა ფეხზე და ბედნიერი იქნება ჩვენი მოსახლეობაც. წყლის ბიზნესის განვითარებას მოაქვს უამრავი სხვა დარგის განვითარება და პირველ რიგში სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის განვითარება. ამ საქმის წამოწყების და შემდგომი წინსვლისთვის საჭირო იქნება ჩვენი მთავრობის თანადგომა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ინდუსტრიის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის გარანტი გახდეს. აბსოლუტურად გამორიცხულია ამ საკითხის პოლიტიზირება. მთლიანად ვემიჯნებით პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის საერთო სახალხო ეროვნული სიმდიდრე და მისი დაგუცმაცება სარგებლობას ვერ მოგვიტანს. ეს სიმდიდრე ნაწილდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, ბავშვებზე, პატიმრებზე, უუნაროებზე, ყველაზე თანაბრად, განურჩევლად პარტიული, რელიგიური და ნაციონალური კუთვნილებისა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველოს დაიცავს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც წყალი სჭირდება და ასეთი ცოტა არ იქნება. გამორიცხულია თოფი გავარდეს და წყლის მიწოდება შეწყდეს, რადგან ამ წყალს მილიონობით ადამიანი ელოდება. ვერც ერთი ქვეყნის ჯარი აქ ვერ დადგება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტერიტორია მსოფლიოში. ყოველწლიურად საქართველოდან დაახლოებით 50 მილიონი ტონა წყალი გავა.